ედემის ბაღში ვართ და ამ ბაღს ქვია რესტორანი სორმონი. საბურთალოს ცენტრშია, ვერც კი წარმომედგინა, რომ აი ამ აგურის შენობის შიგნით არის ასეთი ლამაზი ბაღი, რომელიც მე ძალიან მომწონს. აი ესეთი შიდა ეზო აქვთ, ლამაზი ფერის, ესეთი მოცისფრო, მოტიფანისფერო მაგიდები და ასევე დეკორაციები. ნახეთ, რამდენი მცენარეა. მუსიკა უკრავს, განწყობა სადღესასწაულო. უიმე, ეს აღმოჩნდა ხელოვნური. მე კი ლამის ვუსუნე. კაი, დავაბრუნოთ. ეს ყვავილი. აბა ვნახოთ. აჰა, ესეც ხელოვნურია. ძალიან ლამაზი ეზოა, მე მომწონს. ყველა მიცით, რომ ჩემი მეუღლე არის ქუთაისიდან, ამას არც მალავ და პირველი სორმონიც კი ვიცი, აი ქუთაისში რა სორმონია და არაერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის სორმონი არ მიღალატებს და აი ტრადიციულ სორმონთან არის გაიგივებული, იმიტომ რომ ის რესტორანი არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ახალგაზრდობა და ძალიან მიყვარს. აი შემოვდივარ და აბა თქვენიცით არ მიღალატოთ. ნუ რა, პირველი შთაბეჭდილება რა, მოდით ფრიტურის აპარატი არის და ნახეთ როგორი კამკამა ზეთია. აი ნახეთ, ახალი გამოცვლილი, ნახეთ აი როგორი ახალი წიწილები არის მოსული, იწმინდება, სუფთავდება. ეხლა არის ფაქტიურად დასუფთავების პროცესი, დილა არის, მაგრამ მაინც ისუფთავია, მაინც ეთყობა რომ ობიექტს უვლიან, უჟანგავი არაჩვეულებრივი მაგიდები არის, ნახეთ, ონკანებიც არის, ერთადერთი რაც თხოვნა მაქვს, აი ეს მსგავსობა აქედან უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ეს არის ბაქტერიების დაგროვების ბუდე. კულერი სუფთაა, მაცივრებში აი აქ არის დასტიკერება და მოდით ვნახოთ სტიკერები როგორ არის, რიცხვებიც აწერია და შეფი ვინ არის შებზარეული, ეს რა არის, შეგიძლიათ აჰა, შეფი არ არის ჯერჯერობით, იმიტომ რომ მიმდინარეობს მომზადება, გამზადება სტუმრებისთვის, აქ არის მაყალი და აქ არის ხორცის მაცივარი, ხორცის და ხვეულების და რაღაცა ხინკალი, ყველაფერია პრინციპში შიგნით, მარტო გამოცხობის ვარიანტი არ არის აქ, ან მარტო თქვათ იმის რო იყოს ხორცის მაცივარი, ასე არ არის. ეს მაცივარია თუ საყინულე, ცოტა ვერ მივხვდი სიმართლე რო გითხრათ. გვარით წერია, ვისი არის და ვის ეკუთვნის და რა პროდუქტებია შიგნით. ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ობიექტზე ჰასპი არის დანერგილი. აქაც მცხობელის მაცივარია და საერთოდ აი ეს ადგილი არის მოკუსკუსებული ასე და გალამაზებული. აი ნახეთ, ლაივში ნახავდით ინდურ სამზარეულოში რო ვიყავით, რა შოკირებული გამოვედი იქედან და აი ნახეთ, ნაგვის ყუთი როგორ ირეცხება. ნახეთ, აი სუფთა ნაგვის ყუთი, რომელთანაც მიკარება და ნაგვის ჩაყრა არ შეგეზარება, იქ ნაგვის ჩაყრაც კი მეზიზღებოდა. ეს არის პროდუქტის სარეცხლი ნიჟარა და მაგრამ აქ არის ხელსაბანიც. კი ბატონო, დამზადების პროდუქტის დამზადების პროცესში შეგვიძლია რომ ხელით დავისუფთავთ. შეგვიძლია კი არა ვალდებულება. გამწოვი გვა გასაწმენდი. რა სიხშირით იწმინდება გამწოვი? სამ დღეში ერთხელ. მაშინ ცოტა უნდა მოუხშიროთ. გასქურა სუფთაა, გამწოვი გასაწმენდი. კედლების სუფთაა, ჭერის სუფთაა, თაროების სუფთაა, იატაკი გაწკრიალებულია. სტიკერები ნაწილობრივ არის, ნაწილობრივ არ არის. თქვენ ხშირად გვეკითხებით, რატომ არ შედიხართ დიდ და პრესტიჟულ რესტორნებში. აბატონო, შემოვედით, რესტორანი სორმონი, დიდი და პრესტიჟულია, მაგრამ ძალიან არ გვინდა რომ გამოგვივიდეს რეკლამა, თუმცა ჩვენი მთავარი პრინციპია, რასაც ვხედავთ, იმას გიჩვენებთ, აი ეს არის. რა გავაკეთო ახლა? ლამაზია, ლამაზი ინტერიერია, ლამაზი დეკორია. ნახეთ, როგორი ლამაზი გადასაფარებელი აქვს მაგიდის. აი. სუფთა ავეჯი, სუფთა იატაკი, აი ესეთი ლამაზი დეკორირებული კედელი, ვიტრაჟული კარი, მუსიკალური კუთხე, ბევრი სარკეა, ნახეთ სხვადასხვა ტიპის სარკეებია.
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, რომ საქართველოში არის ბევრი ლამაზი და მოწესრიგებული რესტორანი, სადაც სიამოვნებით მოდიან სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ ესეთი რესტორნებიც უნდა გადავიღოთ, თუ კი შეხვდა, რომ არ იყოს მერე მithქვა მოთქვა, რომ აი შედიხართ მარტო რომ პატარებში, ცუდებში, ისეთებში და ასეთებში. ყველანაირში შევდივართ, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, დიდია, პატარაა, ცუდია, კარგია, შეხვდა, მოგწერეს, მოვედით. გადავიღეთ, გაჩვენეთ. რეცეპტები არის соусების, ინგრედიენტებია ჩამოთვლილი და ყველა მაცივარზე სხვადასხვა პიროვნებაა პასუხისგებელი. როგორ აქვს გადანაწილებული? შეგიძლიათ მითხრათ, იმიტომ რომ ზოგ ადგილას ნახე რისია მაცივარი და მაცივარი ეგეთ მიცადები გაიხსნავთ ხო, ანუ ყველა მაცივარს თავისი პატრონი ყავს, რომელიც პასუხისგებელია მაცივარში არსებულ მდგომარეობაზე? ხო და ალბათ მიტო არის ეგრე, ზუსტად აი ეს არის სწორი, რომ ასეც უნდა იყოს. მიკერძოებულად ნუ ჩამithვლით, მაგრამ აი თავიდანვე შემოვედი, რაღაც პატარა სითბო მქონდა გულში, იმიტომ რომ სორმონი ქვია და ჩემი ქუთაისი მახსენდება და სორმონის რესტორანი და რო შემოვედი პირველი სიტყვები ის იყო, რომ აბა თქვენ იცით არ მიღალატოთ თქო, იმიტომ რომ ნამდვილად გული დამწყდებოდა სხვანაირი რო ყოფილიყო. соусების მაცივარი დოგვი და ასე შემდეგ, ნუ აქ ნაწილობრივ ისინიც არის, აქ მწვანილებიც არის, ვადები უნდა იყოს ყველაფერზე აუცილებლად მინიშნებული, ზოგ პროდუქტზე ვადები არ არის მინიშნებული, ეს ცუდია. აი ნახეთ, ყველაფერი როგორ არის ჩაწიკწიკებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ბოსტნეულის, მით უმეტეს ბოსტნეულის ყუთები არ უნდა გამოვიყენოთ პურისთვის. აუცილებლად მიეცით შენიშვნა, იმიტომ რომ ყველა პროდუქტი აბსოლუტურად სანამდე ირეცხება, გარკვეულ წამალს შეიცავს, რომელიც იმიტომ რეცხავთ და ვაცილებთ. და უკვე აი აქ არის დაცვის გარეშე ჩადებული და პურთან იყოს შეხებაში, ეგ ყოვლად დაუშვებელია. აქ არის სამრეცხაო და არის შეხედეთ როგორ ჩაწიკწიკებული, იმიტომ რომ აქ პრინციპში ჯერჯერობით სტუმარი არ არის და აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. აქ არის კიდე მაცივრები, სადაც არის აი კერძები უკვე შეფუთული და გამზადებული გასატანად. აქ არის ნედლი ხორცი გასაცივებლად, ნახეთ რა ლამაზი ხორცია ჩადებული. დღევანდელი ხორცია და აი ნახეთ როგორი საოცარი ფერი აქვს. ნაწილობრივ დასტიკერებული, არა ნაწილობრივ არა, თითქმის ყველაფერი დასტიკერებულია, სტიკერები არის, ფარსი არ არის სტიკერები და ქათმის ფილი არის დაფასოვებული და იმაზე თავისი სტიკერია. ძალიან სიამოვნებს, მიხარია რომ ასეთი მდგომარეობა. ძალიან უნდა სორმონის პერსონალს რომ შიდა ტუალეტი გადააგვეღო, ეთყობა ის უფრო კარგია. მაგრამ ჩვენ ეზოს საპირფარეშოში შემოვედით და აგერ გაჩვენებთ თუ აქ რა ხდება. აი ესეთია ეზოს საპირფარეშო, ესეთი შავი უნიტაზებია, ყველაფერი სუფთაა. წყალი რა თქმა უნდა მოდის, არის ხელსახოცი, არის თხევადი საპონი, სარკეები სუფთაა ნამდვილად. აი რა გითხრათ, სუფთა მოწესრიგებული ტუალეტია. სხვას არც ველოდებოდი, იმიტომ რომ მომეწონა ძალიან დარბაზი, გარემო და ჩავთვალე, რომ სველი წერტილიც უნდა იყოს სათანადო დონეზე. აქ რამდენიმე ტერასაა და უბრალოდ მართლაც რეკლამა რო არ გამოგვივიდეს, ყველაფერს არ გადავიღებ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ დიდი რესტორანი საბურთალოზე, ყაზბეგის 30-ში და ამ რესტორნის სახელწოდებაა სორმონი. -21 გრადუსი, კი ბატონო, საყინულე ყოფილა, მე მაცივარი მეგონა. 21 გრადუსია. აქ ბარი საწყობია, ნუ ბარი საწყობი ხა ბოთლები როგორაა განლაგებული, საერთოდ არ მაინტერესებს. ხორცი მაინტერესებს, სადა გაქვთ, სად ინახავთ ხორცს? მაცივარი ცარიელია, ეს არის ხორცის მაცივარი. ამის იქეთ ხორცი არა გაქვთ, დანარჩენი ახალი შემოდის. რაც მე არ მომწონს და რაც მინდა რომ ვთხოვო მომსახურე პერსონალს, გადაცენ მენეჯერს, რომ აი ეს ბადეები აუცილებლად უფრო ხშირად უნდა გამიწმინდოთ, იმიტომ რომ როგორც აქედან გადის, ისევე ორპირის შემთხვევაში და ახლა ამ წუთში აქ ორპირია, სვენა როგორც გარეთ, ასევე შიგნით მიმდინარეობს აი მტვერის. ბადი არის მტვერის დამაკავებელი, მაგრამ არა იდეალურად დამაკავებელი და მაინც შესაძლებელია, რისკი არსებობს, რომ მტვერი მოხვდეს სამზარეულოში. თუმცა სამზარეულოში კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან სისუფთავე, მომეწონა ნამდვილად და მიხარია რომ იმედები არ გამიცროეთ.
რაზეც კიდე მინდა მოგცეთ შენიშვნა დავარქვათ თუ რა არის, არ ვიცი. კილერი უნდა იწმინდებოდეს უფრო ხშირად და როდესაც არის სამზარეულოში დაკიდებული, უფრო უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან არასასიამოვნო, როდესაც ამდენი მკვდარი წერია მასე მიკროლი. პრინციპში ეგ არის პატარა დეტალები და სამზარეულოთი მე პირადად დავრჩი ძალიან კმაყოფილი. მადლობა რესტორან Sormons და ყველა თითოეულ აქ მომუშავე პერსონალს იმისთვის, რომ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენამდე მოვიდეს უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტი.